რა არის მაქსიმალური წონა, რაც ადამიანი შეიძლება იყოს? ჩვენ ყველა ვდარდობთ ჩვენს წონაზე, მაგრამ გიფიქრიათ, შეუჩერებლად რომ შეგვიძლოს წონაში მომატება, რა არის მაქსიმალური წონა, რაც ადამიანს შეიძლება მიაღწიოს. ყველაზე მძიმე ადამიანი იყო ჯონ ბრაუნ მონუხი, რომელიც დაიბადა 1951 წელს. იგი იყო დაბადებული 3.5 კილოგრამი, იყო დაბადებული იშვიათი მეტაბოლური დაავადებით, რომელსაც ქვია სითხის გადაჭარბებული შეკავება, რამაც გამოიწვია, რომ წონაში ზედმეტად მომატებულიყო. ერთ წელიწადში 400 კილოგრამი დაკლების შემდეგ ამდეხნიანი ჭარბწონიანობით ნატანჯ ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო, რაც გამოიწვია, რომ ნაადრევად მოკვდარიყო 41 წლის ასაკში. ხოლო მისი მაქსიმალური წონა იყო 635 კილოგრამი, მაგრამ თეორიულად მაქსიმალური წონა ადამიანის ბევრად მეტია. ამისათვის უნდა შევხედოთ სხვადასხვა შეზღუდვებს, როგორიცაა გულის და ფილტვის დატვირთვა, რადგან მასიურ სხეულს ბევრად მეტი ჟანგბადი და სისხლი სჭირდება. ასევე ძვლები და სახსრები ვეღარ გაუძლებენ ასეთ დატვირთვას და ადამიანი 350 კილოგრამის ზემოთ ვერ შეძლებს მოძრაობას. კუნთები ზედმეტად დატვირთული იქნება, რაც გამოიწვევს, რომ ნებისმიერი მოძრაობა შეუძლებელი გახდეს. საბოლოოდ თეორიულად მაქსიმალური წონა, რაც ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს, ეს არის 1000 კილოგრამი, რომლიდანაც 70% იქნება ცხიმი.